მერობის კანდიდატი ნიკა ივანიშვილი აეროპორტში რკინიგზის სადგურის მშენებლობისთვის 16 მილიონი ლარის დახარჯვა საპროტესტებს სახალხო დემოკრატების და მწვანეთა პარტიის წევრებმა ბრიფინგი დღეს რკინიგზის სადგურში გამართეს. მათი თქმით, ხელისუფლებამ 16 მილიონი იმ სადგურისთვის დახარჯა, რომელიც განმარტებით უფუნქციოდ არის დარჩენილი. მერობის კანდიდატი თვლის, რომ ეს თანხა შეჩერებული მეტროს სადგურების მშენებლობას უნდა მოხმარებოდა. ეს თანხა, რომელიც ამ რკინიგზის სადგურში გაიხარჯა 16 მილიონი ლარი, არის თულა გასროლი ჰაერში, იმიტომ რომ აი 2 წამის წინ თქვენ მომწვე იყავით იმის, რომ სულია ცარიელი მატარებელი აქედან დაიძრა სადგურის მიმართულებით. ეს არის მხოლოდ ხარჯი და ეს არის ნაბიჯი იმის, რომ როგორ შეიძლება უპრაკუნოდ ახარჯო ქვეყნის ბიუჯეტი, იმიტომ რომ როგორც ამ 16 მილიონით მილიონი დაკონსერვებული მეტროსადგურების შენობა შეიძლება და არა მილიონზე ხომ არ არის, ყოველდღიური ხარჯია კიდე ელექტროენერგიის, ბილე, ასე ვთქვათ, მანქანების, მერე ყოველწლების დროს იტბორება ეს სადგური, მერე მოყავთ სახანძროები, წყალსტუმბავენ და მოკლედ სრული უაზრობა და სისულელია. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ ქვეყანაში არც არაფერი არ იგეგმება და ვიღაცის გიჟურ სპონტანურ გადაწყვეტილებებზე არის დამოკიდებული ქვეყანაში მიმდინარე პროცესები.